ჩანს საკმაოდ ცხელი პროცესები ელოდებათ ადვოკატებს, უფლებადამცველებს, რომლებიც არიან წევრი ადვოკატთა ასოციაციის. არჩევნები ახლოვდება დაახლოებით ერთ კვირაში უნდა გადაწყვიტონ უფლებადამცველებმა ვის აირჩევენ თავმჯდომარედ, რომელიც დაიცავს სამომავლოდ მათ შორის პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან, სახელისუფლებო გუნდისგან და დაიცავს მათ ობიექტურობას, დაიცავს მათ უფლებებს. ხშირ შემთხვევაში ადვოკატები თავადაც ხდებიან დასაცავები, თუმცა ადვოკატთა უმეტესობა და ასევე კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის შერჩევით პროცესებში, ამბობენ, რომ და დარწმუნებულები არიან უკვე, რომ პროცესები ვერ ჩაივლის ობიექტურად და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები გაყალბდება. პირდაპირ და ხაზგასმით ამბობენ ამას. ერთ-ერთი კანდიდატი მუხრან ღურცკაია და მისი გუნდია, რომელიც ამას ამბობს და ამტკიცებს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე და განცდას ადვოკატებს უჩენთ გუშინ ადვოკატთა ასოციაციაში ჩატარებული აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, სადაც კანდიდატებმა სამიდან ორმა კანდიდატმა დააყენა თავმჯდომარის წინაშე საკითხი, რომ გარკვეული ცვლილებები შეეტანათ საარჩევნო პროცესებში. არც ერთი მათი მოთხოვნა ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დავით ასათიანმა არ დააკმაყოფილა. მან ხაზგასმით და გადაჭრით თქვა, რომ ის აირჩევს საბჭოს წევრებს, მათ შორის სარევიზიო კომისიის წევრებს, რომლებმაც უნდა ჩაატარონ არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში, მათ უნდა უყარონ კენჭი საარჩევნო პროცესებს და საბოლოოდ ხმებიც მათ უნდა დათვალონ. რაც შეეხება პირებს, რომლებსაც მიანდო მთელი საარჩევნო პროცესი დავით ასათიანმა, ესენი არიან ნეიტრალური პირები, არა ადვოკატები, ადვოკატთა ასოციაციაში მომუშავე პირები და მათ შორის არის მაგალითად შესაძლოა მოხდეს დამლაგებელიც კი, რომელიც ასოციაციაშია დასაქმებული. 18 ასეთი წევრით უნდა დაკომპლექტდეს საარჩევნო პროცესი 14 დეკემბერს და სწორედ ამ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ უხელმძღვანელებს სამომავლოდ ადვოკატთა ასოციაციას. ამან გააჩინა განცდა და ეჭვები ადვოკატებში იმისა, რომ დავით ასათიანს სურს მისი ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი გაიყვანოს საბოლოოდ თავმჯდომარედ. გუშინ ჩატარდა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენი როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების თითქმის არც ერთი მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული. სამანდატო კომისია სრულად დააკომპლექტებს ადვოკატთა ასოციაცია და შესაბამისად ისინი დაითვლიან შემდეგ ხმებს. ადვოკატთა ასოციაცია ცდილობს, რომ გააყალბოს ეს არჩევნები და ეს უნდა იყოს ირაკლი ყანდაშვილის სასარგებლოდ. ამიტომ თითოეულ ადვოკატს მოუწოდებ, რომ არ დაუშვათ უნდა ეს, ყველანი დავდგეთ უნდა ერთად. სამანდატო კომისიის დაკომპლექტება ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის მიერ ეხლა და მოქმედი აღმასრულებელი საბჭოს მიერ, ხო? არის რამდენიმე პრობლემური საკითხის შემცველი. ერთი, რომ ეს ადამიანები არიან ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც უკვე ღიად თუ ფარულად ანიჭებენ უპირატესობას კონკრეტულ კანდიდატს. ამ სამანდატო კომისიამ უნდა აირჩიოს ის ადამიანები 13-ში, რომელიც დათვლიან შემდეგ უკვე და ჩაატარებენ არჩევნებს. თუმცა ამ ადამიანების რაოდენობა სამანდატო კომისიის ასევე მონაწილეობს ამ ხმის დათვლის, ესე ვთქვათ, პროცესში უკვე 14-ში. ადვოკატთა საზოგადოება სრულიად რჩება ინფორმაციულ ვაკუუმში, რომ ვინ იქნებიან არჩეულები ობიექტურად ხმის დათვლილ კომისიაში, იქნებიან თუ არა ის პირები, ვინც რეალურად ხმებს მიიღებენ ადვოკატებისა, ვინებიც ანდობენ თავიანთ ხმებს, რომ დათვალონ ობიექტურად და სწორად. ეს ქმნის უკვე სერიოზულ ეჭვს იმისათვის, რომ არჩევნები მზად არის უკვე გასაყალბებლად. ადვოკატთა ასოციაციაში შემავალი სულ 6000-მდე უფლებადამცველია და მათი პოზიციები სხვადასხვა კანდიდატთან დაკავშირებით სამად იყოფა. 3 რეალური კანდიდატი ყავს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი, სულ 3 კანდიდატია. ესენი არიან ირაკლი ჩომახაშვილი, მუხრან ღურცკაია და ირაკლი ყანდაშვილი. ირაკლი ყანდაშვილი ამ დრომდე მედიასთან არ თანამშრომლობს. ჩვენ არ ვიცით რა გეგმები აქვს მას, არ ვიცით რა ხედვა აქვს, რა აქვს შესაძლებელი ადვოკატთა ასოციაციას შეცვლის
თუ არა რაიმეს ის, დაუჭერს თუ არა მის უფლება დამცველებს ის, სამომავლოდ მხარს დაიცავს თუ არა მათ უფლებებს. ეს კითხვები გვაქვს ჩვენ მასთან და ახლაც ვცდილობთ ამ წუთებში დაუსვათ ჩვენი შეკითხვები. მას აქვს შეხვედრა ადვოკატებთან, მის გეგმებთან დაკავშირებით გააჟღერებს სავარაუდოდ ის მათთან პოზიციებს, თუმცა მედიასთან ის კომუნიკაციაზე არ გამოდის ამ დრომდე, მან უარი გითხრა ჩვენ კითხვებზე პასუხების გასაცემად. რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, ირაკლი ჩომახაშვილს და მუხრან ღურსკაიას, მათი პოზიციები არის საჯარო, ისინი მუდმივად ხვდებიან მათ ამორჩეულს, ამ შემთხვევაში ადვოკატებს, რომლებიც მათ სამომავლოდ მათ აირჩევენ დიდი ალბათობით და ღიად აფიქსირებენ მათ პოზიციას, რომ მათ სურთ, რომ იყვნენ დამოუკიდებლები, სამომავლოდ ადვოკატთა ასოციაცია იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანო და ყოველთვის ღიად დააფიქსირებენ მათ პოზიციას საჯაროდ იმ მიღებულ უკანონო წესებთან დაკავშირებით, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება აწესებს. ბოლო პერიოდია მათ შორის სასამართლო სისტემაში. პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა.